ყავასთან ერთად რა არის იდეალური საკვები დილაობით? არასრული საუზმე, მაგრამ აი ყავასთან ერთად რისი მიყოლება ყველაზე სასარგებლო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი წონის დაკლებას ცდილობს, ან უბრალოდ უნდა რომ ჯანსაღად დაიწყოს დღე და თან როცა უყვარს ტკბილი. რაც არ უნდა ტკბილი გიყვარდეს, მოიაზრება რომ ყავა არ უნდა იყოს შაქრიანი, ყავა უნდა იყოს უშაქრო, ან შაქრის შემცვლელი გაკეთებული. და პირველი ვარიანტი არის ესეთი, რომ ბერძნული იოგურტი, ხილით და ცოტა გრანოლათი. ბერძნული იოგურტი 150-200 გრამი, რა თქმა უნდა უშაქრო, ყავაც რა თქმა უნდა უშაქრო. ხილი 100-150 გრამი, ну ხილის მაგალითები არის ბანანი, ვაშლი, მარწყვი, ჟოლო ან მაყვალი. და გრანოლა 10-20 გრამი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გრანოლა არ იყოს ბევრი. გრანოლა ვინც არ იცის, ეს ძირითადად შვრია, ასე შემწვარი, მოხალული, სხვა თხილეულთან, ჩირთან და ეს რაღაცებთან ერთად. ეს კარგი ვარიანტია, იმიტომ რომ ტკბილის გემო მოდის ძირითადად ხილიდან, მაგრამ გაქვს ცილა ბერძნული იოგურტის სახით. ანუ უბრალოდ ყავას პლუს ტკბილეული არ არის, აქ არის ცილა, ცოტა ბოჭკოვანი, კალციუმი, ტკბილის გემო და კონტროლირებადი შაქრით. ან ბევრ შაქარს არ იღებს, სისხლში შაქრის დონეს არ აწევს. მეორე ტკბილის ვარიანტი ყავასთან ერთად არის სრულმარცვლოვანი ტოსტი, არაქისის კარაქით და ბანანით. სრულმარცვლოვანი პურის ერთი ნაჭერი უნდა იყოს, პატარა ნაჭერი, არა უზარმაზარი, დაახლოებით 40-60 გრამი. ძალიან პატარაც არ გამოდის, ეს საშუალოსკენ გამოდის უფრო. არაქისის კარაქი 10-15 გრამი, მეტი არა და ბანანი ნახევარი, ბანანს შეგიძლია თქვათ, ან თუნდაც ტოს მოაყარო ცოტა დარიჩინი გემოვნებით. ეს კარგი ვარიანტია იმისთვის, ვისაც უყვარს ტკბილი, რბილი, სასიამოვნო საკვები, მაგრამ არ უნდა რაღაც ფუნთუშა და ნამცხრები მიიღოს. აქ ბანანი ტკბილ გემოს აძლევს, სრულმარცვლოვანი პური გაძლევს ბოჭკოს, ხოლო არაქისის კარაქი ცოტა ბოჭკოს, ცოტა ცხიმს, ცოტა ცილას და დანაყრების შეგრძნებას. და მესამე ვარიანტი არის ვაშლი დარიჩინით და ხაჭოთი. ყავასთან ერთად მისაყოლებელი ტკბილის შორის ეს საკმაოდ ჯანსაღი და ერთ-ერთი საუკეთესოა. ვაშლი უნდა იყოს საშუალოსკენ, დაახლოებით 120-150 გრამი, ხოლო ხაჭო უნდა იყოს 150 გრამი, დარიჩინი ცოტა ნახევარი ჩაის კოზი და ვაშლი პატარა ნაჭრებად უნდა დაჭრა, მოაყარო დარიჩინი, გვერდიდან ან ზემოდან, ან უბრალოდ აურიო ხაჭოში, ერთ თასში და ხაჭო უნდა იყოს უშაქრო, რა თქმა უნდა, 2-დან 5%-მდე, ან 0%-იანი შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ნაკლებად ანაყრევს 0%-იანი და 5 ზევით კიდე, მაგალითად 9%-იანიც არის. ეგ ხაჭო ძალიან ადვილად იჭმევა და ჩქარა და ბევრ კალორიებს იღებს შესაბამისად, თუმცა გემრიელია. ამიტომ საუკეთესო პრაქტიკა არის 2-დან 5%-მდე, მოკლედ იმის რომ დანაყრების გრძნობა გქონდეს. ვაშლი გაძლევს ტკბილ გემოს და ბოჭკოს, ხაჭო გაძლევს კალციუმს, დანაყრების შეგრძნებას ასევე და დარიჩინი აძლევს ტკბილ შეგრძნებას, ისე რომ შაქარი არ გჭირდება. შაქარი არ დაამატო თაფლი, ზოგი ადამიანი მაინც ამატებს ხოლმე, მაგრამ მაქსიმუმ ნახევარი ჩაის კოლტი თუ თაფლს დაამატებ, მეტი არა. ჯობია რომ საერთოდ თაფლი არ იყოს. აი ეს არის ტოპ 3 დილით მისაყოლებელი ყავასთან, რაც საუკეთესო პრაქტიკაა სამედიცინო კუთხითაც და ვისაც რედიანტი გაინტერესებთ, შეგიძლიათ პირადში მოგწეროთ. რედიანტი არის ბუნებრივი საკვები დანამატი, შეიცავს წვანჩაის ექსტრაქტს, თეთრი ლობიოს ექსტრაქტს, კოფეინს და პიპერინს და ეხმარება მადის კონტროლს, ეხმარება ნახშირწყლების ათვისების შემცირებას და ეს კომბინაცია რეალურად ერთი საუკეთესოა, რაც საკვებ დანამატებში შეიძლება იყიდოს ადამიანმა. აქ არ უნდა გაუჩნდეს ადამიანს, რა თქმა უნდა, ცრუ დაცულობის შეგრძნება, საკვებ დანამატები არის დამხმარე მხოლოდ, საკვებ დანამატები არ არის ჩამნაცვლებელი ჯანსაღკვების, არ არის ჩამნაცვლებელი დიეტის, არ არის ჩამნაცვლებელი ფიზიკური აქტივობის. საკვებ დანამატები არის დამხმარე. მეც პირადად ძალიან ბევრ საკვებ დანამატს ვიყენებ ყოველდღიურად და რომ გაჩვენოთ ჩემი თარო უამრავი საკვებ დანამატი მაქვს. მაგრამ მე ვიცი ის, რომ ამას ვიყენებ როგორც დამხმარეს და არა როგორც ძირითადებს. ამიტომ როცა საკვებ დანამატს ყიდულობთ, უნდა იცოდეთ, რომ ეს არის დამხმარე. ეს ვერ შეცვლის თქვენს ყოველდღიურ ჯანსაღკვებას. რედიანტზე დეტალური ინფორმაცია, ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ მოგწეროთ პირადში.